სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ამერიკულ დელეგაციასა და პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. შეხვედრას დახურულ კარს მიღმა ესწრებოდნენ პრეზიდენტობის კანდიდატები ნინო ბურჯანაძე, ასევე ზურაბ ხარატიშვილი, ასევე შეხვედრას ესწრებოდა სერგო ჯავახიძე, ნესტან კირთაძე და გიორგი თარგამაძე. Როგორც კანდიდატებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, მათ ისაუბრეს ძირითადად საკუთარ პოლიტიკურ პლატფორმაზე, ასევე იმ მოვლენებზე, რომლებიც მათი აზრით ახდენს გავლენას წინასაარჩევნო გარემოზე და იმ პრობლემებზე, რასაც ისინი ხედავენ წინასაარჩევნო გარემოში. იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც ვითარდება ჩვენს გარშემო, საკუთრებით ევრაზიული კავშირში გაზევრიანების მსურველთა აქტიურობის ინტენსივობის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰქონდეს უფრო მკაფიო, ღია, ნათელი საგარეო პოლიტიკა. რაც შეეხება ჩვენს არჩევნებს, სრულიად ნათელია არსებული საზოგადოებრივი განწყობების გათვალისწინებით, რომ უკვე კარგია ის, რომ ქვეყანაში თუკი ობიექტურად სამართლიანი ჩატარდება არჩევნები, აუცილებლად გვექნება არჩევნების მეორე ტური. ჩვენ ვისაუბრეთ იმ რთულ საარჩევნო ვითარებაზე, მათ შორის ეს არის კოდექსის დონეზე, საარჩევნო ხმების დონეზე, დაფინანსების და ყველა მიმართულებით, მაგრამ მე ვფიქრობ, ყველაზე მკაცრი მაინც მე ვიყავი გამოსვლაში, როდესაც ვთვლი, რომ სამწუხაროდ ახლანდელი მთავრობა დემოკრატიულ წესს ვერ ჩააბარებს. თუკი მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა გამოხატოს თავისი თავისუფალი ნება, რასაკვირველია, ეს ბევრად უფრო უკეთესი იქნება. ამერიკული მხარის რეკომენდაციები და ამერიკული მხარის შეფასებები გავლენას მოახდენს, თუნდაც მედია საშუალებებზე თვითონმაზე ყველას თანაბარი ქონდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილეთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით.